ჩაწოდება საჯარიმოში, გავიდა ეს პასი ჟივიძე. სრულ მოძრაობა. დარტყმა კარის მიმართულებით. მეკარე თამაშობს აქ. კარგად სიაპანაუ. დამაჯერებლად ითამაშა. ჩაწოდება კვლავ ახლოძელთან ციცაძემ ამჯერადაც ვერ ითამაშა ბურთზე, შემდგომ ოდიშვილს. მოაქვს ჩაბრუნება საჯარიმო მოედანში, მალა დაუგდო ბურთი ხოცირიძეს და რა გააკეთა ამ უკანასკნელმა. რა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა დავით გოცირიძემ, მაგრამ როგორ გაამხნევა გიორგი ხარებაშვილმა ახალგაზრდა თანაგუნდელი. ჩაწოდება საჯარიმოში და გადარჩა. გადარჩა გაგრა აშკარა გაშვებულ გოლს და რაც სუდად გამოვიდა აქ კარიდან რამაზ სიაპანაუ. თელავის შეტევაში პარკინაშვილი, პასი ცესხლაძეზე. დარტყმა რამ არაზუსტია დევდარიანის ეს მცდელობა. პორფირიო დაუცდა ფეხი, ჟივიძემ მოპარა ბურთი პორფირიოს. სრულ მოძრაობების კასკადი ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა შედგა და გადარჩა გაგრა. სასწაულებრივ გოლს გადაურჩა გიორგი ონიანის გუნდი. თელაუთა საჯარიმო აქ რას აკეთებს პიაცანაუ და კიდევ ერთხელ გადარჩა გაგრა. ჭავჭანიძე ჩაწოდება საჯარიმოში, კპოზო უშეცდომოა, დარტყმა კარის მიმართულებით მათე ცინცაძისა, თუმცა არაზუსტია. რა მაგარი მოქმედება გაგნიძის მხრიდან. პარკინაშვილი ამის წინააღმდეგ გაიგდო ბურთი გაგნიძემ, მაგრამ შეაჩერეს. გაგრას ფეხბურთელები თითქოს ვერ მოეგდნენ გონს. ამ ეპიზოდში ვარდნა ხელით თამაში პარკინაშვილის მხრიდან. ინუას სასტონის ხმა გავიგეთ, ცინცაძის გამორბენი, დარტყმა და სადაარტყა. ნადარეიშვილის გამორბენი, ჩაწოდება საჯარიმოში. კვლავ დაძაბულობა, დარტყმა კარის მიმართულებით, ანდილაშვილი რა ბურთს იგერიებს. ტურის ერთ-ერთი მშვენება. ტურის ერთ-ერთი მშვენება ნამდვილად არის პენალტი ინიშნება, მაგრამ თანდილაშვილმა რა ბურთი მოიგერია, რომელიც წყალში ჩაეყარა. გამორბენი, დარტყმა, თანდილაშვილი ამ მაჩის გმირია, მაგრამ გაგრამ მაინც გაიტანა და ვერც ცინცაძემ, ვერც გაგნიძემ ეს მოახერხა მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ. ლევან თანდილაშვილს ყველაფერი წყალში ჩაეყარა. აი აღშფოთებულია ეს მეკარე, რომელიც უეჭველად წავა ევროპის ჩემპიონატზე ზაფხულში, წესით და რიგით. მაგრამ აქ კიდევ ერთი გაურკვევლობა კავკასიონი არენაზე.